ოპოზიციის ინფორმაციით ქართულ ოცნებაში კლანებს შორის დაპირისპირებაა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე და მამუკ ამდინარაძე პარტიაში შიდა გადატრიალებას აწყობენ. მისივე ინფორმაციით, მათ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური და რიჟვაძე ივანიშვილთან დააბესყეს და დიდი ფულის მოპარვაში ამხილეს. ოცნებაში სავარაუდო დაპირისპირებაზე საუბრობს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც. ივანიშვილის გუნდი კი ოპოზიციას ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კობახიძე და მდინარაძემ დააბესყეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჟვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს, რომ 1 მილიარდი ამ ადამიანის მოპარული აქვს. ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი, ანუ რაც მიქონდათ, იმის იქით აქვთ 1 მილიარდი კიდე მოპარული. კალაძის кейსი აბსოლუტურად ცალკეა კიდევ. და ამასობაში აღმოჩნდა, რომ გომელაურმა დაიწყო თავის მართლება და თქვა, რომ იცით რა, ბატონო ბიძინა, რაც თქვენთან არ მომქონდა ეს თანხა, მე მიმქონდა უჩა მამაცაშვილთან საუბარია ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილზე და ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა მოკურცხლა, გაექცა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეშინია მასაც დაჭერეს, რომ გაშლეგებულია იცი ზუსტად ბიძინა და ფულის გამო ცხადია მის საყვარელ დეიდაშვილსაც დაიჭერს, ისევე როგორც შეშინებულია და აბსოლუტურად კუთხეში მიწვეული გომელაური. ახლა ამ ისტორიებს, რომელსაც ყვებით, ფაქტობრივად გზადაგზა ადასტურებს. ხო, აგერ ოხენაშვილმა თქვა, რომ ლილუაშვილი დასაკითხია, სავარაუდოდ მას ციხე ელოდება. ივანიშვილის დავალებით ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია ირაკლი კობახიძის ხელში, რასაც ფონად გასდევს დაპირისპირება გახლეჩა ქოცებს შორის, რა ვითარებაშიც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთის მხრივ ფული ამოიღოს კორუფციონერი ჩინოვნიკების მხრიდან და მეორეს მხრივ დასაჯოს, დაიჭიროს სამაგალითოდ ისინი, რომ დღეს საზოგადოებაში არსებობს ერთადერთი აღქმა, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილის გუნდი არის კორუფციაში, ძალადობაში, რუსული დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური მომავალი და ამის გაფერმკრთალებას, ამ ბრალდებების გაფერმკრთალებას ცდილობს ივანიშვილი ირაკლი კობახიძისთვის ძალაუფლების გადაბარებით და თავის მხრივ იმ წმენდით, ეგრეთ წოდებული წმენდით, რომელიც არაფერს არ ცვლის. ქართული ოცნების ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მათი პრიორიტეტი იქნება. სწორედ კორუფციის ბრალდებით დააკავეს ოცნების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. არ არის გამორიცხული გამოძიების ფარგლებში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას 24 ივნის პარლამენტში სუსის უფროსმა ანდრიო ხანაშვილმა მინიშნებები გააკეთა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მისამართით. მან თქვა, რომ შესაძლოა არსებობდეს კითხვები, როგორ დარჩა ასეთი საქმე ყურადღების მიღმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ხანაშვილისვე თქმით, სუსი ამ მიმართულებითაც მუშაობს. გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. კობახიძის თქმით, ის რეგიონული განვითარების მინისტრი უნდა გამხდარიყო, თუმცა ოცნების პრემიერმა მაშინ გადაწყვეტილება 2 დღეში შეცვალა და საკადრო პოლიტიკაზე შეუთანხმებლობის მიზეზით სუსის ყოფილი უფროსი პოსტის გარეშე დატოვა.